ქართული პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამოქმედო სტრატეგია ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასთან ერთად კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ ისევ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. როგორც ჩანს, ინიციატივა შეთანხმებული არ იყო მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, რადგან იდეამ პოზიციები ამჯერადაც გაყო. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ზურაბიშვილის ამ ინიციატივას ფიასკო ელოდება. რა თქმა უნდა, ქუჩის სპორტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ აუცილებელია შექმნილიყო ისეთი ცენტრი და დღეს უკვე შეიქმნა, სადაც პოლიტიკოსები საუბრობენ ყოველდღიურ პოლიტიკურ მოვლენებზე და ორ უმთავრეს საკითხზე. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. ამიტომაც იქ, სადაც არის ერთობა, იქ, სადაც არის სინერგია, რასაც ძალიან ელოდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ასევე ჩვენი პარტნიორები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენთვის წითელი ხაზი იყო ნებისმიერ ფორმატში ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე სახის კოალიციაზე საუბარი. ეს წითელი ხაზი არის ჩვენი ამორჩევლისთვისაც, რადგან ჩვენი პარტია ყოველთვის მისდევს ჩვენი ამორჩევლის ნებას და ჩვენ მუდმივად გვაქვს კონსულტაციები საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც ჩვენ მხარს გვიჭერს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კოალიციურ ნებისმიერ ფორმატში ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან არ ვიქნებით. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციურ გეგმებს, ჩვენ ვართ კოორდინაციაში, თანამშრომლობთ ორ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის სინდისის პატიმრების უპირობო გათავისუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპული მომავლის გაცოცხლება ხელახალი არჩევნების დანიშვნის გზით. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ასე ვთქვათ, მის შეკრებას, განახლებას შეკრებების ფანჩატურ 3-ში თუ ფანჩატურ 4-ში უკვე საზოგადოებას აგვერია სათვალავი, ესეც ხომ იმ დივერსიფიკაციის სქემის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც შემოგთავაზეს მათმა ლობისტებმა და მათ რა პატრონებმა უცხოეთ და რომელთაც საზოგადოება მათზე უკეთესად იცნობს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე. ხო, იმიტომ რომ ყველანი კარგად ხედავდით მათ, ესე ვთქვათ, ლობისტებს აი აქ რუსთაველის გამზირზე ანტისამთავრობო მიტინგებზე. ასე რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია, რომელი ფლანგი რომელ დავალებას მიიღებს. სათავარია საზოგადოებას გაცნობიერებული აქვს ერთხელ და საბოლოოდ, რომ ეს არის ერთი დედაპარტიის ქვეშ მოქმედი თითოეული დანაყოფი და ამ დედაპარტიას ყველა კოლექტიური ნაცმოძრაობა, ხოლო ისინი კი ემართებიან იმ ეგრეთ წოდებული deep state-ის დიდი მანქანის მხრიდან, რომელიც უკვე საკმაოდ არის ხილებული როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში.